კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა დელეგაციასთან ერთად მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. პრემიერმა დელეგაციასთან ერთად ოლი მეჯლისის შენობაც დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ გაფორმდა კომუნიკე. დუშანბეში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ტაჯიკეთის პრეზიდენტს და პრემიერს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოსთან ტაჯიკეთში. შესაბამისად ამ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთელი ამ ისტორიის მანძილზე სულ 3 შეთანხმება იყო ხელმოწერილი ჩვენს ქვეყანას შორის. ჩვენ გუშინ ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან და ასევე არის პერსპექტივა იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური საჯარო თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლობა განათლების კულტურის სფეროში და ამ ყველაფერს ეხება ის შეთანხმებები, რომლებსაც მოვაწერეთ ხელი, ქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მადლობა მინდა გადავხადო პრეზიდენტს და ჩვენს თითოეულ კოლეგას კულტურული მასწავლებისთვის. პირველად განხორციელდა ტაჯიკეთში მაღალი დონის ვიზიტი, უმაღლეს დონეზე ჩატარდა შეხვედრები ტაჯიკეთის ხელისუფლებასთან, ხელი მოეწერა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმებებს, რაც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის განვითარდეს ურთიერთობები. ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით, მოცემულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო და მათი ინტერესი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს გავლით მოხდეს ტაჯიკური ტვირთების გადაზიდვა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება. ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კომისია. ეს არის ყოველთვის კარგი შესაძლებლობა, რომ ეკონომიკური სავაჭრო საკითხები იყოს განხილული უკვე ინსტიტუციურად ეკონომიკური კომისიის ფარგლებში. შედგა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში ერთი მხრივ ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომელიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს, ასევე ხელი მოეწერა საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ აჩქარდეს დედაქალაქ შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა. დიდი ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში ჩვენ ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას, რაც რა თქმა უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლის ხაზგასმას, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროექტები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის, მათ შორის ანაკრის ხმაწყლოვანი პორტი, მათ შორის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ღირებულების მატარებელია. პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის დუშანბეში ვიზიტის ფარგლებში ტაჯიკეთის დედაქალაქში შოთა რუსთაველის ქუჩა და ბიუსტი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს მთავრობის მეთაური და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. კულტურის მინისტრის განმარტებით ცენტრალურ ქუჩაზე გახსნილი ბიუსტი ორი ქვეყნის მეგობრული კავშირების კიდევ ერთი გამოხატულებაა. უმნიშვნელოვანესია, რომ ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში ძალიან მოხარული ვარ, რომ შოთა რუსთაველის ძეგლი და ქუჩა გაიხსნა, იმდენად რამდენადაც კულტურა არის ის თემა და კულტურული დიპლომატია არის ის, რაც ადამიანების გულებთან პირველი მიდის და მართლაც ასე მოხდა, რომ აქ მოღვაწე ქართველებმა ესეთი ინიციატივა გამოთქვეს და ეს დარჩება საუკუნოდ ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების ცხოვრებაში, იმდენად რამდენადაც შოთა რუსთაველი მართლა აერთიანებს იმ იდეებს, რითიც მსოფლიო მშვიდობით, ხალხთა შორის სიყვარულით და ყველაფერი საუკეთესოთი და მაღალი ჰუმანისტური იდეებით გვაერთიანებს. მე იმედი მაქვს, რომ სხვა კულტურული მიმოცვლაც გვექნება.
ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული შეხვედრები დაასრულა. რიგით მეათე კონფერენცია წყალტუბოში გაიმართა, სადაც იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებთან ღია დისკუსია შედგა. კონფერენციაზე ახალგაზრდებთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, განათლებისა და დასაქმების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი. კონფერენციების მთავარ მიზანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და არსებული გამოწვევების ერთობლივი გადაჭრა წარმოადგენს. დასკვნითი ღონისძიება თბილისში გაიმართება. ახალგაზრდების მზარდი რაოდენობა განათლების მისაღებად სხვადასხვა დიდ ქალაქებში გაედინებიან, იქვე საქმდებიან და შემდეგ პატარა რაიონებში აღარ ბრუნდებიან, რომ თავიანთი მიღებული ცოდნა მოახმარონ რაიონს. მე მაინტერესებს კონკრეტულად თქვენ რა ნაბიჯებით უზრუნველყოფთ, რომ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეს განათლებისა და დასაქმების ფართო შესაძლებლობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის 100%-იანი ქველმოქმედება არის და ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტი არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ბევრგან მინახავს უნივერსიტეტები. როდესაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიუში ვიმყოფებოდი, აი მართლა აღფრთოვანებული ვიყავი იმ სილამაზით, იმ ყველაფრით, რაც იქ არის გაკეთებული და ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო უნივერსიტეტი არის. მე აქედან მინდა რომ მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინას და მის ოჯახს, მადლობა მინდა უთხრათ ცოტნეს, იმიტომ რომ შესანიშნავი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის. ხშირად გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალგაზრდებს ეხება, მათი მონაწილეობის გარეშე ხდება და რა გზით შეიძლება მათი ჩართულობა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდული საბჭოები ფინანსდება მერიებისგან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთად დავწყდეთ, შევიმუშაოთ გარკვეული პროექტები და შემდეგ წარუდგინოთ მუნიციპალიტეტებს, მერიებს, დავაფინანსოთ აქედან და შემდეგ ჩვენს თანატოლებს ძალიან მაგარ ახალგაზრდებს ძალიან მაგარი პროექტები შევთავაზოთ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება კი გახლავთ უკვე ახალგაზრდული სივრცეების არსებობა. სადაც ჩვენ შეგვეძლება რომ შევიკრიბოთ, დავამუშაოთ ეს იდეები, გამოწვევები დავამუშაოთ, ერთ და იგივე რაღაცა პროექტად ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ ხელისუფლებას შევთავაზოთ. ვცდილობთ განმოვითაროთ ჭიათურა როგორც ტურისტული ქალაქი და მოვიზიდოთ უცხოელი სტუმრები, უცხოელი მეგობრები. ყველანაირად ვცდილობთ ამის განვითარებას და გვაქვს სერტიფიცირებული გიდების პრობლემა. თუ არის შესაძლებელი რომ მულტიფუნქციურ ცენტრთან კავშირი დაამყაროთ, ვინმე აი სერტიფიცირებული გიდები, რომელსაც შეუძლია სხვების გადამზადება, ისინი მოიწვიოთ და რამოდენიმე ახალგაზრდა თუნდაც დიდი რომ გადაგვამზადოთ, რომ ჩვენი ქალაქი უფრო ცნობადი გავხადოთ. აუცილებელია, რომ ყველა ქალაქში, რომელიც ტურისტულ ცენტრად ითვლება, მოხდეს მსგავსი პროექტის განხორციელება. ჩვენ შეგვიძლია, რომ გიშვამდროვლოთ მსგავს პროფესიონალებთან და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდეს გადამზადებითი ტრენინგი, რათა თქვენ და თქვენაი დაინტერესებულ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იყვნენ სერტიფიცირებული გიდები და გაუზიარონ თავიანთი პროფესიული გამოცდილება სხვა ადამიანებს. გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, ისაუბრეს დასაქმებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, ასევე ისაუბრეს ახალგაზრდულ სივრცეებზე, ისაუბრეს განათლების რეფორმაზე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი შედეგი, ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. ვიცით, რომ რეგიონებში ეს ბოლო შეხვედრა არის ამ მასშტაბით, ასევე ჩვენ თბილისში 23-ში ვფიქრობდით შეხვედრას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მსურველი არის, შეიძლება გადავწიოთ ეს შეხვედრა თვის ბოლოსკენ და დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში, იმიტომ რომ უკვე ვიცით, რომ QR კოდის საშუალებით ბევრი ადამიანი რეგისტრირდება და შევეცდებით, რომ მაქსიმალური რაოდენობით დავასწროთ ახალგაზრდები. თითოეულ ჩვენთაგანა კარგად უნდა ვიცოდეთ თუ რა რიგი პრობლემები დგას ჩვენს რაიონებში და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირებაც შესაბამისი მოხდება და მიეცემა ჩვენს ახალგაზრდებს ეს იქნება სპორტულ თვალსაზრისით თუ სხვა კუთხით განვითარების საშუალება და რა თქმა უნდა ჩემიც და თითოეული მათგანი სრული არის, რომ რაიონებში მეტი ახალგაზრდა დარჩეს და მათ ჰქონდეთ კარგად ცხოვრების საშუალება. როგორც გამოიკვეთა, ახალგაზრდებს განსაკუთრებით ჭირდებათ ახალგაზრდული სივრცეები რეგიონში, რადგან ისინი შეიკრიბებიან, შეძლებენ სხვადასხვა იდეების დაგენერირებას. მოგვიანებით კი, როდესაც დაუბრუნდებით რეგიონებს, გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს, თუ როგორ განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი რეგიონები. საქართველოს წინააღმდეგ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის შეფასებით რეზოლუცია დისკრიმინაციულია და დოკუმენტი უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას მხოლოდ აგენტურისთვის ითხოვს. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხი ევროპული ბიუროკრატიისგან სამართლიან დამოკიდებულებას იმსახურებს.
ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს, უკვე აღარც მახსოვს მე რამდენი რეზოლუცია დამტკიცდა ქართულ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები, ნუ ერთ საინტერესო დეტალი ის არის, რასაც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს ამ რეზოლუციაში, დისკრიმინაციული მოთხოვნა, ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ნუ რა თქმა უნდა ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართული ხალხის მიმართ, ქართული საზოგადოება იმსახურებს, რა თქმა უნდა, სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს არის განსხვავებული მიდგომები ჩამოყალიბებული, არ შეიძლება მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ ვიზო რეჟიმი. ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირება და ურთიერთ ბრალდებები მწვავდება. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოկუჩავა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ეწურება, წყენას მიხეილ სააკაშვილის მიმართ ვერმალავს და ღიად აკრიტიკებს. პარალელურად პარტიაში თავმჯდომარის პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანის დანიშვნას ელოდებიან. პარტიის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ბევრად ადრე იცოდნენ, ვიდრე ეს ბოკუჩავამ სოციალური ქსელიდან გაიგო. ოპოზიციაში არსებული კრიზისი მოულოდნელი არ არის მმართველი გუნდისთვის. გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს პრეზიდენტი და სულ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე შეიცვალა შუალედში. საპირისპირო შინაარსის პოსტებს კითხულობ, ერთგვარი კრიტიკა ნარევი შინაარსის და ის ასახელებს უკვე სხვა კანდიდატს. ხო, რა შეიცვალა, ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ, რას დავაბრალო ეს მის კომუნიკაციას, მის იზოლაციას, გაუგებრობას, გარკვეული როლი ასევე, რაც შემიძლია ასევე ვთქვა, ვფიქრობ, რომ ითამაშეს და თამაშობენ იმ კომუნიკატორებმა, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან, არ ჩამეკითხოთ, რადგან სახელებს და გვარებს ნამდვილად არ დავასახელებ. ის რომ ჩვენს პარტიაში ჩატარდა შიდა არჩევნები, ამ შიდა არჩევნებში ერთმა ჯგუფმა გაიმარჯვა, მეორემ საბოტაჟი მოაწყო. შემდეგ თავისი პარტია შექმნა. გაუგებარი ფული გაჩნდა ოპოზიციაში და შემდეგ ამ ფულით მოხდა ჩვენი რეგიონალური ქსელის და თბილისის ორგანიზაციების ჩამოშლა, ეს არის ფაქტი და ამას გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც საუბრობს ღალატზე და იმ საბოტაჟზე, რომელიც სამწუხაროდ კონკრეტულმა ადამიანმა მოუწყეს ნაციონალურ მოძრაობას. როდესაც თინა ბოკუჩავა საუბრობს, რომ პოსტით გაიგო კონკრეტული ამბავი, ალბათ ესე იყო და თქვენ იცოდით და თავმჯდომარემ არ იცოდა? ეს არის უპატივცემულობა თვითონ პარტიის მხრიდან, ქალბატონი ბოկუჩავასადმი და ნუ მისი რეაქციაც, რა თქმა უნდა, ბუნებრივი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუ ჩაფიქრებული იყო, ნუ რა თქმა უნდა, ეს რაღაცა პირადი კონსულტაციები უნდა გამართული იყო, თუმცა აქაც კარგად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს არა მხოლოდ საზოგადოების მიმართ, არამედ უშუალოდ თავიანთი ლიდერების მიმართ. ბუნებრივია იქნებიან უკმაყოფილოები, იქიდან გამომდინარე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი არის ჩვეულებრივი აქტივისტი, რადიკალური აქტივისტი და ნამდვილად არ გაუხარდებოდა მისი თავმჯდომარეობა პარტიის დანარჩენ წევრებს. ურთულეს მდგომარეობაში არის ნაციონალური მოძრაობა. ძალიან საინტერესო კორონაციის ბოლოდენი არსებობს, როდესაც გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც ესე მომიტინგეებში და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას და ხედავთ, რომ საერთოდ გაკოტრებულები არიან და არაფრის უნარი აღარ შესწევთ, იმიტომ რომ ფაქტურად დასრულდა ეს ძალა. ოპოზიციაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრს როგორც საკადრო, ისე ინტელექტუალური დეფიციტი აქვს, რის გამხატულებაც მათი ბოლო გადაწყვეტილებებია. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ რადიკალური პარტიების დასუსტება ქვეყანაში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ყველა ხედავთ, რომ არა მარტო ამ კონკრეტულ პარტიაში, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება, არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი, საკადრო შიმშილი, ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულება ის საკადრო იდეები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ. ხო, ნუ ეს ძალიან კარგია, მე ხშირად მithქვამს ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი. ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები, როგორც არის ნაცმოძრაობა, მისი მომიჯნავე პარტიები, წარმოადგენენ ოპოზიციის ძირითად ბირთვს, ჩვენთან ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება. ძალიან კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო მეტად სუსტდება. ასეთ პირობებში საქართველოს უშდება ის პერსპექტივა, რომ ჩამოყალიბდეს ერთხელ და სამუდამოდ ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი და შესაბამისად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა.
ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა ღონისძიებას, რომელიც ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრმა და აჯარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართეს. ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის, სამმართველობის და სანაპირო დაცვის სპეციალური ტექნიკა. პარალელურად ანბანის კოშკის მიმდებარე ტრადიციული ზაფხულის ფესტივალი იმართება. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხდება სრული მზადყოფნით რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვისთვის დამატებით საპოლიციო და სამმართველო ძალები უკვე მობილიზებულია მიმდინარე ტურისტულ სეზონს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხდება განახლებული ტექნიკური საშუალებებით და თანამედროვე აღჭურვილობით, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, რომ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე რეგიონში აჭარაში ყავს მილიონობით ვიზიტორი, შესაბამისად ჩვენთვის თავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. მინდა მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხოებაზე. სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს, რომ სოფლიო რუქაზე ჩვენი ქვეყანა საქართველო კვლავ რჩება როგორც წამყვანი, უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. ბათუმი არის სრულად მზად ტურისტული საზაფხულო ტურისტული სეზონისათვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და რა თქმა უნდა, თავისი განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. ზუსტად ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რაც დაფუძნებული არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებაზე და ხვალიდელ დღეზე. როცა ჩვენ საუბრობთ უსაფრთხო ქვეყანაზე, ტურიზმზე, განვითარებაზე, ცნობადობის ამაღლებაზე, თითოეული პოლიციელის როლი არის განსაკუთრებული. და ვსარგებლობ შემთხვევით მადლობას უხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, რიგით პოლიციელებს დაუღალავი შრომისათვის. ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა. რიგით მეშვიდე ოფისის პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, მათთან ქვეყნის სტაბილურობისთვის ნეიტრალიტეტის იდეის როლსა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს. პარტიის წევრების განცხადებით, ახალი სივრცე მოქალაქეებთან აქტიური დიალოგისთვის იმუშავებს. იმისათვის ჩვენ არ აღმოჩნდეთ არასდროს დიდი მოთამაშეების დაპირისპირების პოლიგონი, ჩვენ არ გადავიქცეთ საზარბაზნე ხორცად, არამედ ვიფიქროთ, როგორ განვავითაროთ უკეთესად ჩვენი რეგიონები, ჩვენი ქვეყანა, როგორ გავაძლიეროთ ახალციხეს, სამცხე-ჯავახეთს მისი გეოგრაფიული მდებარეობა ყოველთვის ხელს უწყობდა, რომ ქონოდა კარგი კულტურული, სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან. ახლა სამცხე-ჯავახეთი არის მრავალეთნიკური რეგიონი და ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, გაძლიერება და განვითარება. რისი გარანტიც არის ნეიტრალიტეტი და ამაში დარწმუნდნენ ადგილობრივი მოსახლეობაც და იმიტომაც იყო შესაბამისად ასეთი მაღალი აქტიურობა და მხარდაჭერა ამ იდეის მიმართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიული სტრუქტურა შენდება, ძლიერდება, უკვე მეშვიდე ოფისი არის, რაც იმის დასტურია, რომ ერთი რომ ადამიანებს მართლაც არა მარტო მოწონთ, არამედ სრულიად იზიარებენ ჩვენ იდეას ნეიტრალიტეტის შესახებ და მეორეც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მზათა ვართ ყველა რეგიონში, ეს მეშვიდე რეგიონი გახლავთ, ყველა რეგიონში გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ უფრო მეტი მხარდაჭერი შევიძინოთ. ყოველ შეხვედრაზე ვამჩნევთ იმ დიდ ენთუზიაზმს და ინტერესს, რასაც ადგილობრივ მოსახლეობაში ნეიტრალიტეტის იდეა იწვევს. ეს იდეა ზოგადად არის ქვემოდან ზემოთ ნაკარნახევი და სწორ ხალხის დაკვეთა იყო ის, რომ ქვეყანას ყოლოდა ისეთი პოლიტიკური პარტიები და კლასი, რომელიც არა გარედან იმართება, არამედ ხელმძღვანელობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და მათთვის სწორედ ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები არის ამომავალი წერტილი. მობრძანებული სტუმრების რაოდენობით მათელია, რომ ეს იდეა დროულია ქალაქ ახალციხისთვის, სამცხე-ჯავახეთისთვის, როგორც მთლიან საქართველოსთვის და მოხარული ვართ, რომ დაიწყო ეს მოძრაობა ჩვენს რეგიონში. იყო ხალხმრავლობა, იმდენი ადამიანიც კი მოვიდა, რომ გათვლაც არ იყო ამდენ ადამიანზე, შესაბამისად ძალიან მოხარულები ვართ ამ აქტიურობით და ამ ჩართვით. ახალციხე შემოვერთდა ამ დიდ გუნდს, რასაც ერთიანი ნეიტრალური საქართველო ქვია, მთელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და მოხარულები ვართ, როგორც ახალ ძალას, როგორც ახალ შემართებას, ისე ვიღებთ ამ ყველაფერს.
სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა. ახალი სასწავლო წლიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების ტარება სავალდებულო იქნება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1.801.000 ერთეული ფორმის შეკრებას ითვალისწინებს, რომლებიც ჩინეთში მდებარე სამკერვალოში დამზადდება. სკოლებში ფორმების მიწოდება 3 ეტაპად მოხდება. ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი თვალსაზრისით ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. უზრუნველყოფილი იქნება 1.800.000-ზე მეტი ერთეულის შეკერვა შეძენა და ეტაპობრივად 3 ეტაპად იქნებიან უზრუნველყოფილი მოსწავლეები ამ სასკოლო ფორმით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა ის ოჯახი, რომლის პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლე ამ ოჯახების ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებიდან გამომდინარე 60,000 ქულაზე ნაკლებით არის შეფასებული, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღებენ უსასყიდლოდ ფორმის კომპლექტს. სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეპესე საგანმანათლებლო რესურსები კომპანია Glory Textile Industries-გან შეიძენს. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოში რეგისტრირებულ ჩინურ კომპანიასთან, რომელიც 1.801.000 ერთეულ სასკოლო ფორმას ჩინეთში დაამზადებს, ხოლო მისი მოწოდება საქართველოში 3 ეტაპად განხორციელდება. რაც შეეხება სასკოლო ფორმების ღირებულებას და თბილისსა და რეგიონებში მის მიწოდებას, ამის შესახებ საზოგადოებას ივლისის თვეში პერიოდულად ეცნობება. თბილისში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაიწყო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თითოეული ოჯახის საქმეს სპეციალური ქულების მიხედვით განიხილავს. პარალელურად თვალჭრელიძის ქუჩაზე ბინების მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია. მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები. რამდენიმე თვეში ახალი იძულებით გადაადგილებულ 1600-ზე მეტ ოჯახს სრულიად ახალი გარემონტებული ბინები დაეცემა. პროექტი მოიცავს სრულად გარემონტებული ბინების გადაცემას. ტერიტორია იქნება სრულად კეთილმოწყობილი და ახალაც მიმდინარეობს ეს კეთილმოწყობითი სამუშაოები. იქნება გამწვანებული ტერიტორია, იქნება რეკრეაციული ზონები მოწყობილი, სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის. დევნილთა სააგენტოში დაიწყო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ხდომა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ კომისიაზე უნდა იქნას განხილული იმ დევნილ ოჯახების განსახლების საკითხი, რომლებსაც განაცხადი შევსებული აქვთ თბილისში, თვალჭრელიძე მიმდინარე მშენებარე პროექტში ბინის მიღებაზე. კომისია თითოეული ოჯახის საკითხს განიხილავს ინდივიდუალურად და მონიტორინგის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. კამპანიის მიზანი დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მოქალაქეებმა უფასოდ ჩაიტარეს სხვადასხვა სახის სკრინინგი. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს პედიატრიულ კონსულტაციებს და საჭირო სამედიცინო კვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ. სამედიცინო აქციას ჯანდაცვის მინისტრი და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაესწრნენ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონებში ასეთი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და განსაკუთრებულად და ორმაგად მნიშვნელოვანია ასეთი სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელია, ის ყველაზე ახლოს მდებარე და განსაკუთრებულია როლი და დანიშნულება ფუნქცია ზოგადად ასეთი სერვისების ხელმისაწვდომობისა სწორედ ამ ლოკაციაზე. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე წარმატებულია ერთმნიშვნელოვნად, ეს იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდია მომართვიანობაც, საკმაოდ დიდია ინტერესიც. ერთიანი სამთავრობო მიდგომით ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს ზრუნვას და მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რაც ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა დამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის დობის აღდგენისა და შერიგების გზაზე. მივიღეთ სხვადასხვა ასაკის პაციენტები, მათ ჩაუტარდათ ექიმის უფასო კონსულტაცია და უფასო გამოკვლევები. შესაბამისად, პედიატრიული დეპარტამენტის გასცემასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს პირველად მივიღეთ აქციაში მონაწილეობა და გავსინჯეთ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი პაციენტები. დღის მთავარი სახლებით უფრო ცლად მთავარ გამოშვებაში 7 საათზე მოგვიყვებით დროებით.